როგორ ხართ? დავბრუნდი. გადავწყვიტე რომ დავბრუნებულიყავი, ჩემი ოპერატორი წავიდა, მიმატოვა და ეხლა ჩემი მეორე ოპერატორი მაქსია, რომელიც გადაიღებს ვიდეოებს და ვეცდები რომ მაქსიმალურად რაღაცა პატარ-პატარა ვიდეოები შემოგთავაზოთ ჩემი მზადების შესახებ. ვინც არ იცით, 2 წლიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე მზადება. მზადება იქნება სექტემბერში. MPC-ის ტურნირია 25-26 სექტემბერი. ძალიან ბევრი სპორტსმენი ქართველები მემზადებით. ნახოთ რა იქნება. ახალი წლიდან უკვე მზადება მაქვს დაწყებული, წვრთნელთან ერთად. და ნელ-ნელა ვარჯიშის პროცესში მოგიყვები თუ რას და როგორ ვაკეთებ. დღეს გვექნება მკერდის დღე, ვარჯიშობ 3 დღე. ეს არის ზურგი, მკერდი, ფეხები, დასვენება, შემდეგ მაქვს ზურგის სიგანეზე, შემდეგ მაქვს დელტები და ტრიცეპსი და ფეხის ბიცეპსის საჯდომი. დანარჩენს ვარჯიშის პროცესში მოგიყვებით. წავედი. მოკლედ დღეს მაქვს მკერდი და მაქვს ორნაირი ფუში. ესე იგი ერთი კვირა თუ არის შედარებით მძიმე გამეორებები, ანუ დაბალი გამეორებები, მეორე კვირა არის უფრო კონცენტრირებული მოძრაობები და შედარებით მეტი გამეორება. მძიმე გამეორებებში იგულისხმება, ანუ მძიმე დღეში 10-8-6 გამეორება, აქედან არის 2 სამუშაო და შემდეგ უკვე, როდესაც მეორე კვირა არის, მეტად კონცენტრირებული 12-15. თუ ბაზა არის, საბაზო მოძრაობა არის, იქ მუშაობ 12 გამეორებაში, 2-12, თუ იზოლირებული არის 15 გამეორება. ესე იგი, ეხლა ვცდილობთ რომ წინა ვარჯიშზე რა წონითაც გავაკეთეთ, თქვა დაბალი გამეორება, ცოტა დაბალი წონა და დავაყენოთ და შედარებით მეტი კონცენტრაცია გქონდეს და მეტი აწევა გავაკეთოთ. რა წინაზე თუ მქონდა 30, ეხლა მექნება 20 კილო და 12-15 გამეორება. Так, ზედა პირველი გავხურდეთ. ამას იმიტომ ვიწერ რა წონით მუშაობ, რომ ვიცოდე რომ სად ვარ ძალისხმეერ ფაზაში, ვიცოდე გახურებით რა წონით ხურდები და შემდგომ სამუშაო რა მაქვს, რომ პროგრესირება სულ მქონდეს. შეიძლება წონაში არ მქონდეს მუდმივად პროგრესირება, მაგრამ მქონდეს მის გამეორებაში, უფრო ხარისხიან მოძრაობაში. თუ გვეცოდინება რომ რა წონით ვკაჩავთ, ყოველთვის ორიენტირება გვექნება იმაზე, რომ ან უნდა მოუმატო წონა, ან გამეორება უნდა გავუხდეთ. ეს ძალიან აუცილებელია, მეტი გამეორება. პირველი დავიწყოთ 15-ით. კაია. შუალედი შესვენებების საერთოდ წინა მზადებიდან ის არის განსხვავება, რომ წუთნახევიდან 2 წუთამდე ვისვენებ, წუთნელმა ესე გადაწყვიტა. ყოველთვის ვისვენებდი 1 წუთს ხოლმე და სიმართლე გითხრათ, არც წონის პროგრესი არ მქონა ხოლმე, არც მასის პროგრესი და ეხლა რაც შევამჩნიე, მეტად უფრო მასა უფრო ადვილად წამოვიდა, რადგან მეტ წონებზე ვარ ორიენტირებული რომ ავწიო. ჩემთვის მეტ წონებზე, შეიძლება ვიღაცისთვის დაბალი წონებია. და ეს მიდგომაც ძალიან მომიხდა. კიდე რა შევცვალებთ, რომ 4 სამუშაო არ არის და არის 2 სამუშაო. იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ გათიშვამდე აკეთებ, 4 სამუშაოს ვერ გააკეთებ. არალოგიკურია და თუ გათიშვას არ აკეთებ, კიდე აზრი არ აქვს იმ მისვლას, არ იცვლება სამუშაოდ. ამიტომ გადავწყვეტე 2 სამუშაოა და ბევრად კარგი აღდგენა მაქვს. და ეს პამპი ბოლომდე რჩება ვარჯიშის ბოლომდე. ხანახა ყოფილა რომ ვარჯიშის დროს ვარჯიშობ, მე ბოლოს ვეღარ გზნობ იმ კუნძს, პამპი აღარ არის და ასე შემდეგ. ყველას გირჩევთ სადაც 2 სამუშაო ძალიან ოპტიმალურია. შუალედში ვისვენებ წუთნახევარს და ეხლა დავამატებ და კიდე 2 სამუშაოს გავაკეთებთ. რაც შეეხება შეჯიბრზე გასვლის თემას, დიდი ხნიანი პაუზის შემდგომ რთულია რაღაცების პროგნოზი გააკეთო, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი არის პროგრესი კონდეს. თუ წლიდან წლამდე ყოველ შეჯიბრზე შენ პროგრესირებ, დამიჯერეთ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იმაზე მეტია ვიდეოის რომ შეჯიბრი მოიგო, შეიძლება პროგრესი არ ქონდეს და უკონკურენტოდ იყო, ან კონკურენცია არ იყო შეჯიბრი და მოიგო და ეს ჩათვალო შენს წარმატებად. მე არ მიმაჩნია, რომ ვიღაცები თვლიან ერთ კაცში რომ იგებენ შეჯიბრს, რომ ეს მათი გამარჯვებაა. მე არ ვთვლი ესე და პროგრესი არის ძალიან მთავარი. წელს ვფიქრობ, რომ ჩემს მზადებასთან შედარებით, რაც აქამდე მზადება მქონია, პროგრესი უნდა მქონდეს. ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოჩნდები ვიზუალურად სცენაზე.
რადგან ეხა უკვე ჩემი წონა არის 106 კილო. Off season იყო სხვათაშორის ძალიან მკაცრი. ფაქტობრივად ახალი წლისდან დაწყება, როდესაც დავიწყეთ, სამჯერ მაქვს უდარღვეული კვება. დანარჩენი ყოველდღე დილით კარდიო იყო უსმოზე და აი გაწერილი კვება, რომლის, ზედმეტ რაღაცას ვერც კი გავსინჯავდი. ეხა კიდე უფრო გამკაცდა 15 ივნისიდან დავიწყეთ სუშკას რო ვეძახით, ანუ დიეტას. და ბევრად უფრო სიმკაცრეა, იმიტომ რომ მარილიც კი განსაზღვრულია, რომ სადმე რამის გასინჯვა რო გინდოდეს, აი გავსინჯავ, ვერაფერს ვერ ვსინჯავ რა. ნუ კარგია, ახალია ჩემთვის, ახალი ემოციები, ახალი შეგრძნებებია და ძალიან მაინტერესებს რა იქნება შეჯიბზე რა სურათს დავინახოთ. კაი, ხა პირველი სამუშაო გავაკეთოთ. Okay. Кайф. Мишенит. დავამატოთ 5-იანი. გადავიდეთ შემდეგ ზედამკერდზე, რომელიც უფრო შუასა და ზედამკერდს დაარტყავს. ესეთათი ზევით მირტყავდა. ესეთათ აიათო იყოს. ორი მისვლა ხდება ქვედამკერდზე, იმიტომ რომ თუ ვიზუალს ქმნით სასცენო ბოდიბილდინგისთვის, არსებობს საჭირო კუნთების ასცენოთ. რატო საუბრობ? იმიტომ რომ ის ვიზუალი, რაც საჭიროა კლასიკ ფიზიკს შეუქმნათ, თუ არ გაქვს, შენ ტოპებში ვერ მოხვდები და სამნელოში ვერ შეხვა. ეს არის კარგი ქვედამკერდი, რომელიც ხას კარგად გამოყოფს. მოკლედ, თვითონ სასცენო ბოდიბილდინგის აუცილებელი კუნთებზე ვსაუბრობ, თუ რა არის, რა ვიზუალი უნდა შექმნას სასცენოთ რა. ეხლა ორი ზედამკერდი გვაქვს და ორი ქვედამკერდი. მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვედამკერდი, იმიტომ რომ ამ ვიზუალს ქმნის და წინდან პოზაში და გვერდთა პოზაში თუ ეს ქვედამკერდი კარგად არ არის გამოყოფილი. ბრტყელი ხარ რა. რაც არამომგებიანი არის. ასევე არის დელტები, შუა დელტა ყველაზე აუცილებელი და ზურგი, მე ვფიქრობ ზურგი და ფეხის გარეშე არ შეგაფასებენ. ფეხები პირველ რიგში, შემდეგი არის ზურგი, დელტები. ზურგის შემთხვევაში, რაც ყველაზე მომგებიანი პოზაა და დღესდღეობით საქართველოში ფაქტობრივად ყველას უჭირს, ეს არის ორმაგი ბიცეპს წინიდან, იმიტომ რომ უგანიესი ქვემოდან უნდა იწყებოდეს რა. აი, ბამსტედსაც თუ გაინხილავთ, ეხლა თუ გაიხსენებთ, ბამსტედი ვერ ვიქნებით ვერავინ აქ, მაგრამ ანუ ვიზუალს ვამბობ, რომ აი ვესლიც ხო, როგორი გაშლა აქ რა. ეს ძალიან მომგებიანი არის, ამიტომ თუ ზურგს აკეთებთ, ჩვენ ზურგის კუნთების ვიდეოსაც გადავიღებთ. ორი სხვადასხვა ვარჯი გვექნება ზურგის სისქეზე და სიგანეზე. და სად ვაკეთებთ აქცენტებს იმისთვის, რომ სასცენო ბოდიბილდინგში ძალიან კარგად გამოჩნდეს რა. ეს არის უგანიესი ქვედანაწილები. სისქეც ასევე ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ შეიძლება ვეფორმა დარჩეს სცენაზე, მაგრამ თუ ბრტყელი ხარ, უკვე ხორცი გაკლია და მასა არა გაქვს, ამდენ ცუდად ჩანს ძალიან სცენაზე რა. ასე რომ დრო ჭირდება ამ ყველაფერს მეგობრებო, იმიტომ რომ ხა ახალი წლიდან სექტემბრამდე რო გითხრათ ძალიან დიდი დროა მეთქი ყველა კუნთის პროპორციულად გაზრდისთვის მოვიტყუები. ამიტომ რაც გვაქვს ახლა რა ის საშუალებაც იმას გამოვაჩენთ სცენაზე. შევხედავთ, გავუკეთებთ ანალიზს და იქით დაწევას ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მატას გუნდი 8 კაციანი შემადგენლობით ემზადება ორ ტურნირზე. წინასწარ არ ვიტყვი რა ტურნირია. გამდიდრდით გუნდი.
ასევე მოვიკითხავ ჩემს ძმებს, ალექსის და გიორგის ქუთაისელ ბიჭებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მოდიან. მე ვეხმარებ მზადებაში და წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. პირველი გეგმა ეს არის ჯერ სექტემბერი, ბათუმი, MPC-ის ტურნირი, სადაც ძალიან სერიოზული სიტყვა უნდა თქვა ჩვენი. დანარჩენ შევხედოთ უკვე ახალ წლების შემდეგ კარგი ოფსეზონი გვექნება და ნახოთ რა გამო. ეხლა დავიწყოთ ზედამკერდი. ეხლა გვაქვს შემდეგი ტრენაჟორი. შტანგას და თავის ფოლწონებს ვერ ვაკეთებ, რადგან 2 წლის წინ თუ უკვე წელიწად ნახევრი წინ აღარც მახსოვს ვაკორიაში რეალიზოს მხარი ამოვიგდე. და დღემდე ბოლომდე არის აღდგენი და ის პრესის გაკეთება რომ მინდა, აი ხელი უკან მიდის, ეს არ მიდის რა, არ მიშვებს უკან და სმიძზე ვაკეთებ ზედამკერდს. როცა მძიმე დღე არის, შედარებით როცა კონცენტრირებულია, აქ ვაკეთებ, თან მირჩევნია შეგრძნებისთვის, იმიტომ რომ ტრენაჟორები ისე არის მოწყობილი, რომ გარედან შიგნით შემოდის და ძალიან კარგ შეგრძნებას მასდოს მკერდზე და ამიტომ პრიორიტეტს ამ ეტაპზე დღეს ამას ვაკეთებ, ხან სმიტი მაქვს, ხან ეს. და აქვე მინდა ორი სიტყვით თქვა ის, რომ შეცდომას უშვებენ, დამწყებებს უშევეხოთ, ორი სიტყვით, რომ ცვლიან ვარჯიშებს ხოლმე ძალიან ხშირად რა. აქცენტების შესვლა, აქცენტი რასაც თუ ზედამკერდზე გვაქვს აქცენტი, მისი შესვლა არ შეიძლება, საშუალოდ 20-25 ვარჯიშის, რას ნიშნავს 20-25 ვარჯიშის დროს. ესე იგი, თუ მე ზედამკერდზე მაქვს აქცენტი, უნდა დავიწყო ზედამკერდზე ვარჯიში და უნდა გაკეთდეს 30 ვარჯიში, რასაც 30 ვარჯიში. კვირაში ამდენჯერ კაჩავთ კერძს, ერთხელ ან ორჯერ მაქსიმუმ, ხო? აი 30 ვარჯიში რო შეგისრულდება ზედამკერდზე დაწყებით, აი მე შეგიძლია შეცვალოთ. თუ პრიორიტეტი არის ზედამკერდი და დღეს შენ ზედამკერდით იწყებ, მე ქვედამკერდით, მე არ ვიცი, დაწყვეტილი მე გადაშლებით, ეს არასწორი მიდგომა არის რა. ამიტომ შედეგი ესე ადულად არ მოდის და არ არის ხოლმე დანახვადი. ამიტომაც მე მაგალითად, რა ვიცი, ახალი წლიდან რაც დავიწყე, არაფერი არ შემიცვლია. ერთადერთი შეიძლება ინვენტარი შევცვალო, მაგრამ აქცენტი თუ ზედამკერდზე ვიწყებ, ზედამკერდით ვიწყებ ყოველი ვარჯიში. ასევე არის ზურგი, ასევე არის ფეხი, ასევე არის სხვადასხვა კუნთები. რადგან აირჩევთ, რომ ვიზუალური მხარე თუ ვინმე რომ მალე დანახვადი იყოს და გამოსაჩენი, აქცენტი არის 30 ვარჯიში, 25-20, ესე იგი რამდენი თვე არის 5-6 თვე გჭირდება, რომ შედეგი დაინახო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს, ხო? დორიან ეცს ამბობდა, რატო შევცვალო ეს ვარჯიშები, რომელიც მუშაობს, ხო არო გიჟი ხო არო. ამიტომ მეც არ ვცვლი, მაქვს ჩემი ინვენტარი, მატაში მაგის ფუფუნება მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ინვენტარი არის იდეალურ მდგომარეობაში და იდეალურად ბიომექანიკურად მორგებული. სხვადასხვა მატაში ვინც არ ხართ ნაყოფი ყველას გელოდებით, კიდე ახალი ინვენტარს ველოდებით, ასევე მოსკოვის ფილიალშიც. ასე რომ იდეალური ზედამკერდის ტრენაჟორია და ძალიან კაი ბიომექანიკა აქვს. პირველი სამუშაო გავაკეთოთ. აქ ოდნავ ზემოძივა რო აი ცოტა თითქოს შუა ნაწილში წარმოვიდეს, ანუ ზევიდან ნენელა ქვევით ჩამოვდივართ. ბოლომდე წელავთ. ეს ერთი სამუშაო. შემდეგ ორი ვარჯიში უკვე ქვედამკერდზე, ერთი წინა დელტა და ერთი ტრიცეპსი. ხვალ გვექნება კვადრიცეპსი, მერე ვისვენებთ და შემდეგი ზურგის დღე იქნება სიგანეზე, გუშინფონა სისქეზე ვერ გადავიღეთ, მაგრამ აუცილებლად შემოგთავაზებთ რას ვაკეთებ სისქეზე და შემდეგი ფუშის დღე არის უკვე 100%-იანი დელტები, 100%-იანი ტრიცეპსი. და ერთი ცალი შეიძლება ქვედამკერდი გავაკეთოთ. ნახოთ როგორ ენერგიაზე ვიქნებით. რაც შეეხება პროგრესს, რასაც საუბრობდი, აი მაგალითად გენო რო ავიღოთ, ეხლა ჩვენი მეგობარი, ქართველი სპორტსმენი, ბათუმელი ბიჭი, რომელიც MPC-ზე გამოვიდა, სასწაული ფორმა დადო. აი პროგრესი ქონა ამბიც აი კოლოსალური რა. შეიძლება მეორე აიღო, ვიღაცებმა პირველი აიღესა, რომ ამბობ კითხო, პირველი ჩემპიონები არიან, მაგრამ ამ ბიჭმა ისეთი მეორე აიღო, რომ რა ვიცი, აი მთელი მაყურებლები მას უკრავდნენ ტაშს. ძალიან სერიოზული პროგრესი ქონდა. ამ ბიჭთან პროგრესი როდესაც არის და ნებისმიერ ადამიანთან ვისაც პროგრესი გაქვთ.
წარმატება ყოველთვის მოვა რა. ეს არის მთავარი და ანუ ჩიხში არ შეგიყვანონ იმათ, რომ მარტო ვიდგე და ავიღო ოქრო და ჩემპიონი ვარ, ეგ ჩემპიონებას არ ნიშნავს. გენოს შემგარ მოკითხვა, ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან სერიოზული კონკურენცია შეუძლია გაუწიოს. იქ მოხდა ის, რომ სხვადასხვის სასამხედროს ფედერაცია რო ატარებს შეჯიბს, და ორგანიზება ძალიან ცუდი იყო და გაუხრობლად გამოვიდა ეს ბიჭი იქ და ფამფი, ვინც ერკვევით ამ თემაში ხარ, ძალიან დიდ დროს თამაშობს სცენამდე გასული წინ რომ მაგრა დაიფამფოს სიცხე შევიდეს კუნთებში და ვიზუალური მხარე აბსოლუტურად ძალიან იცვლება, იმიტომ რომ კანქვეშ წყალი რაც არის ყველაფერი კუნთებში შედის და დატენილი უფრო დაზოლილი ხარ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ძალიან მაგარ ფორმაში იყო. ასევე რომ ამას ვამბობ, რომ ზუსტად რომ პროგრესი თავარი არის წლიდან წლამდე ქონეს პროგრესი. შეიძლება გამოხვიდე და მოიგო, მაგრამ პროგრესი აღარ ქონდეს, ანუ ვერ მითარდებოდე. ეს არის ჭაობი და ჩიხი. თუ საკუთარ თავში ამის ძიებას არ დაიწყებ, რატო არ მაქვს პროგრესი? ესე იგი, ან რაღაცას ვერ აკეთებ, ან გადაიღალა ორგანიზმი, ან არასწორი ტრენერი ყავს, ან არასწორ ვარჯიშს, ან კვებას არ იცავს სწორად, შენ თავშივე არის ეს ყველაფერი პრობლემა რა. ასე რომ პროგრესი თუ არ არის, უნდა გადაიხედოს თქვენი მზადების პროცესი. კაი. ეხლა მეორე მისვლა, მე მგონი გავიდა დრო. ეს არის აუცილებელი ინგრედიენტები. სეკრეტ ფირმი. არაფერი, ელექტროლიტები, ეა, ნახშირწყლები და კრეატინი. რაც ტრენერმა დამიწერა და ტრენერის მითითებას მიყვებით 100%. როცა წერია 100 გრამი მოცვი, 105 გრამი არა, 100 გრამი. ჩემ მოსწავლეებსაც 20 უნდა მაგას წერია 100, ესე იგი 100. ცოტა როი შევჭამო, ცოტა როი შევჭამო. არა. ეს არ შეიძლება. რაც წერია იმას მიყვებით. Так. ეხლა როგორი მეთოდით ვაკეთებთ აქ? ახანახან ვარჯიშის თვითონ სტილი, ანუ გამეორებების იცვლება ხოლმე, რომ ორგანიზმის მიჩვევა არ ქონდეს ერთი და იგივე გამეორებაზე. ამას ვაკეთებ, ხანდახან მთლიან ვარჯიშსაც ესე ვაკეთებ ხოლმე, ხანდახან ურევ. ამას ვაკეთებ 6 გამეორება, 4 მისვლა, 35 წამიანი შესვენებებით. ფაქტობრივად 4 მისვლას ეგრევე ვაკეთებ რა, მიბმით. რატო გადმოვედი ზედამკერდიდან კროსოვერში, იმიტომ რომ იზოლირებული მოძრაობაა. მე თუ ეხა კიდევ საბოლოო მოძრაობას გავაკეთებდი, უკვე წინა დელტა გააქტიურებულია და მინდა რომ ჯერ ისევ მკერდში იყოს სისხლი, იზოლირებული ქვედა მკერდი, მერე კიდე ქვედა მკერდი და მერე გადავდივდეთ წინა დელტაში. ანუ შეგრძნებისთვის ეს კომბინაცია ჩემთვის უკეთესი არის. ეხლა ერთს გავხურდებით და დავიწყებთ მერე 4 სამუშაოს. ეს გახურება. მოკლედ, ეხლა დავაყენეთ 35 წამზე 4 მისვლა, 6 გამეორება გვექნება. 6 გავაკეთებ, 35 წამი დავისვენ. 4 მისვლა მიბმით ვაკეთებთ. Так. ნელი მოძრაობა პაუზით.
მძიმე წონა ამიღია ძალიან, ცოტა დავაკლოთ. აი ეს. წავიდა. ორი. კიდე ორი. სხვადასხვა ძალიან კაი მეთოდია. საბოლოო მოძრაობებში შეგიძლიათ ფაქტობრივად შედარებით მძიმე წონა საკეთებთ ცოტა გამეორებას, მაგრამ ცოტა შესვენები და ძალიან მაგარ ფამპს იძლევა რა. და ახალი სტრესი არის კონტესტის ერთ-ერთ მოუკრაინელმა ბოდიბილდერმა მირჩია. დუხოტა არის ეგეთი ძველი კაჩოკი. და ცადე და ძალიან მომეწონა და ამას ვიყენებ ხოლმე ერთ-ერთი მეთოდია ასე რომ ვთქვათ. ბოლო სადეთ აბა გაგში ჩაჯდომა 6 გამორება 4 მისვა 25 წამი შესვენები იცით რომ 6 კარგად წავიდეს სუბუქად კი არა როგორი ფამპი აქვს ხანახარ როდესაც მივეჩვევით ხოლმე შედარებით ბევრ გამეორებებს თითქოს მე ეს ძალიან ხმირი ფაზა იკარგება ამიტომ ცვლილება ამ გამეორებების და ამ ძალიან ხმირი ფაზის და ინტენსივები საჭირო არის რომ ორგანიზმი არ მიეჩვიოს ერთი და იგივე ინფორმაციას სულ მე არ ვსაუბრობ ვარჯიშების შეცვლაზე მე ვსაუბრობ ინტენსივობაზე და ბოლო ჩათვალეთ კარდიო Пиздец. ეხა ვისვენეთ 2 წუთს და ქვედა მკერდი კიდე. ეხა გვაქვს ეს ტრენაჟორი. ანუ ჟიმის იმიტაციას აკეთებ ჟიმ განტელის. ძალიან კომფორტულია, ძალიან კარგი ბიომექანიკა აქვს და ძალიან რბილი მოძრაობა აქვს რა. ეხა გავაკეთებ ორ მისვლას. და შეიძლება ერთი მისვლა კიდე გავაკეთო ქვედა და всё. პირველი სამუშაო. ერთი ვარჯი და ერთი ტრიცეპსი, ერთი წინა დელტა და ბოლო ორი მისვლა
ქვედაზე ამ ტრენაჟორზე მაქვს ქვედა ტრენაჟორის ქვედა მკერდის ტრენაჟორიც, მაგრამ აქ კარგად ვზნობ აი გარეთა თავს. იმიტომ რომ ეს გარეთა დამრგვალება მკერდში ვერთა პოზიციის ძალიან კაია და აქ იდეალურად ვზნობ, ოდნავ ზემოთ ვიწევი და განიერი ჭიდით. აი, ერთი სწავსა. ხა ერთი წინა, ერთი ტრიცეპსი და push day მორჩენილია. ორი წუთი დავიშოროთ. So. მორჩა მკერდი. კიდე კაი ორი მისვლებია. თორე ძალიან ბევრია. ხანახან მაქვს თავი ხუთი კერძ იმიზოლირებულ კროსოვერს არ ვთვლი ხოლმე, უფრო ბაზებს ვთვლი და ხანახან არ მაქვს ხოლმე თავი და ჯერჯერობით 400 გრამი ნახში წყალი არის და ენერგია გვაქვს. ეხლა ვიქნება წინა დელტა და ერთი ტრიცეპსი. ჯერ დრო გვაქვს. წინ არის 10 კვირა დარჩენილი, ან 11. ზუსტად იმას ვამბობ ხოლმე, რომ ხარისხიანი მასა ბევრად უფრო წყნარად და მშვიდად გამყოფებს, იმიტომ რომ არ ფიქრობ იმაზე მოასწრებ თუ არა შობას და ბოლო ეტაპზე რაღაცა სისულელებს არ ჩადიხარ. ამიტომაც ნელა წყნარად 400 გრამი ნახში წყალი მაქვს. ალბათ კიდე მოიმატებს, შეიძლება ჩატურთვები იქნება. დარჩენილი მაქვს აქ ცხიმი და საჯდომზე, იმისათვის რომ ეს კონდიცია მივიდეს ბოლომდე და ის შედეგი იყოს, რა შედეგით ჩვენ გვინდა, ის დრო ძალიან საკმარისია. დანარჩენ სცენაზე შევხედოთ რა იქნება. ეხლა ერთი წინა დელტა გავაკეთოთ და ერთი ტრიცეპსი. ესე იგი, ამ ფუშის დღე როცა 100%-იანი მკერდი გვაქვს,
იქ ბაზა ტრიცეპს წინა დელტას უბრალოდ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად მიწოლა ბევრია გაკეთებული უკვე რომ ბაზას ვერც გაკეთებ და მხოლოდ იზოლირებულით შემოვიფარგლებ. ან შემ შემთხვევაში თოკია, თვითონ ეს პროცესი მომწონს, იდაყვები ხვევით მაქვს, რომ მაქსიმალურად წინა დელტაზე წავიდეს დატვირთვა. თუ იდაყვებს გარეთ გავწევთ, შუა დელტასაც ჩავთავთ. მე რადგან შედარებით განიერი მაქვს ეს მხრის სარტყელი, წინა დელტა მაკლია და მჭირდება რომ შეივსოს მკერთან ერთად. ამიტომ თოკის შემთხვევაში das დავამატებთ. აია. და შემდეგ დღეს იქ უკვე ორი ბაზა გვაქვს სმიძზე ან განტელებით ან ტრენაჟორში და უკვე შუა დელტა და 100%-იანი ტრიცეპსი. აქ მხოლოდ ერთ ტრიცეპს გავაკეთებთ ან გარეთ თავზე ან ნებისმიერს. გარეთ თავზე იმიტომ კარგი აქცენტი რომ შუა დელტას უხდება ეს გარეთ თავი კარგად გადმოსული, უფრო პროპორციულია, უფრო ესთეტიური და ლამაზია ვიზუალისთვის. რადგან სასცენო ბოდიბილდინგს საუბრობთ, ამ დეტალებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ასე რომ მე არ ვარ მომხრე ცოტა ის უაზრო კაჩაობის. ყველგან იჭიმება ძმა ტრიცეპსი. გავიგეთ რომ იჭიმება, გამშლელი აქვს ფუნქცია და დაიჭიმება სამივე თავი, მაგრამ აქცენტები შეიძლება რომ მაქსიმალურად ლამაზად გავაკეთოთ და ის ფიგურა შევქნათ სცენაზე, რაც შეეფერება კლასიკ ფიზიკს და კლასიკურ ბოდიბილდინგს. ერთიც თავბრუნდა ერთ ტრიცეპს ვაკეთებ. მე მომწონს ამოტრიალებული ხელით. ძალიან კარგად ვგზნობ გარეთ თავზე. შეიძლება ვიღაცამ ვერ იგზნოს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან კაი ის აქვს. შეგზნება და ჩემთვის ხან ცალი ხელით ვაკეთებ ხოლმე გარეთ, ხან ესე. ესე ვდგებით. გავხურით და ახლა სამუშაოს გავაკეთებთ. მოკლედ შემდეგი ვარჯიშს მაქს როგორ ეცლება იმის მიხედვით გადავიღებთ. შემოგთავაზებთ 6 განსხვავებულ ვარჯიშს. ესე იგი ზურგის სიგანეს რას ვაკეთებ, ზურგის სისქეს რას ვაკეთებ, მკერდი ნახეთ, დელტები და ტრიცეპსი რა იქნება, ფეხის ბიცეპსი და საჯდომზე რა ვარჯიშს ვაკეთებ და კვადრიცეპსის დღეს. შემდეგ უკვე ვესტებით გადავიღოთ თუ როგორ არის ჩემი კვება დღის განმავლობაში, რა დანამატებს ვიღებ, თუ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება და ვესტები რომ ეს პროცესი, მზადების პროცესი შეძლებს და გვარად გავაშუქოთ, გადავიღოთ და ბათუმშიც ეს ჩატვირთვის ფაზა
როგორ გვექნება. იმის მიხედვით განახოთ, როგორ ჩავიტვით, იმიტომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესო ეს ახალი მიდგომა მიწვრთნელის, რომელიც არის თვითონ ტოპი სპორტსმენი. ოლიმპიაზე დგას ეს ადამიანი, უკვე არაერთხელ, 3-ჯერ, 4-ჯერ ურცხვთან ერთად და ის ოლიმპიის შიდა სამზარეულო მეც მაინტერესებს რა და როგორ იქნება. შეიძლება რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი ჩემზე 100% არ იმუშაოს, მაგრამ ცდად ღირს და ძალიან მთავარი არის ამ სპორტში ის, რომ არაერთხელ გამოვიდეთ შეჯიბრზე, არამედ შეჯიბრებები გადავაბოთ, რომ ტრენერმაც და შენც შეიგრძნო შენი სხეულის რაღაც ნიუანსები ისწავლო რა. და პირველივე გამოსვლაზე შეიძლება ვერ გაარტყა, ეს ჩაატვირთვა ეს ფორმა. ამიტომაც გეგმაში მე ორი ტურნირი, ერთი არის ბათუმში 25-26 სექტემბერს და მეორე ერთ თვეშივე ჯერ არ ვიტყვი რა ტურნირია, თუ გამოვიდა ყველაფერი ისე როგორც მე მინდა, მაშინ წავალთ მეორე ტურნირზეც. და შემდეგ წელს უკვე ოფსეზონი გვექნება და ვესწრებით რომ უფრო მეტი პლუსი და მეტი მასით დავბრუნდეთ სცენაზე, იმიტომ რომ მაინც ბევრი გვაკლია სამუშაო წონისთვის, სასწრენო წონისთვის. ეხლა ვარ 106 კილო, სცენაზე უნდა ვიყო 100 კილო, 100 ან 101, არ მახსოვს ზუსტად. მაგრამ შეიძლება ეს 100 კილო სხვადასხვა კონფიგურაციაში იყო და ვიზუალური მხარეს სხვადასხვანაირად იყოს გადანაწილებული კუნთების. ნახოთ ამას თვითონ სცენა გვანახავს. კაი, ხა სამუშაო გავაკეთოთ. Так. First working set. სუბუქი იყო კიდე უნდა დავამატოთ. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვარჯი ამით დავამთავრეთ. ვეცდები რომ გადავიღო როგორც ახსენე ვიდეოები. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ. წინ ვეცდები რომ ბევრი საინტერესო ნიუანსები გაგიმხილოთ მზადების. თუ როგორ შეიძლება ბოლო ეტაპები საშეჭიბროთ. დროებით და შეხვედრამდე.